თქვენ ესტუმრეთ TaskKit-ის ვებსაიტს და ახლა გასწავლით უმარტივესად როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, როგორც კლიენტმა. პირველ რიგში შევდივართ სექცია შესვლა რეგისტრაცია, შემდეგ შექმნით ანგარიში. აქ დავინახავთ ორ სექციას. შექმნით ანგარიში როგორც კლიენტი, შექმნით ანგარიში როგორც მომსახურების მიმწოდებელი. ჩვენ შემთხვევაში, როდესაც გსურს, რომ ჩვენი განთავსებული ტასკები შეასრულონ სხვადასხვა სერვის პროვაიდერებმა, ამისთვის უნდა დავრეგისტრიროთ როგორც კლიენტი. შევავსებთ მოცემულ ინფორმაციას, სრულ სახელს, კომპანიის ID-ს. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირდებით როგორც ინდივიდუალური პიროვნება, შევიყვართ ჩვენს პირად ნომერს, მომხმარებლის სახელი, ელფოსტის მისამართი, რეგისტრირდებით როგორც ინდივიდუალური პიროვნება, თუ როგორც კომპანია. შემდეგ მივუთითებთ შესაბამის პაროლს, ქვეყანას და საბოლოოდ შექმნით ანგარიში. როგორც ხედავთ, ჩვენი TaskKit-ის ანგარიში უკვე შეიქმნა. ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია დავპოსტოთ TaskKi და გქონდეს სრული ცნობა ჩვენს ანგარიშზე. ამისთვის უნდა გადავიდეთ სექცია Dashboard. ამ სექციიდან შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი ანგარიშის პარამეტრები, ვნახოთ რჩეული პროვაიდერები, ტასკები, გავაკეთოთ პირდაპირ ჯავშნის შეკვეთები და ასევე დავპოსტოთ TaskKi. აქ ავირჩევთ სასურველ სექციას და შევიყვანთ სასურველ ინფორმაციას. მაგალითისთვის, ჩვენ გვჭირდება გრაფიკული დიზაინერი. მივუთითებთ ჩვენთვის სასურველ TaskKi-ის კატეგორიას და სპეციალობას და ბოლოს გადავდივართ შემდეგ სექციაზე და ამატეთ უნარები და პრეფერენციები. ეგ ვირჩევთ სასურველ უნარებს, სასაუბრო ენას, პიროვნულ უნარებს. და გადავდივართ სექცია მდებარეობის დამატება. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ TaskKi-ის შესრულების ფორმატი, პირადად გსურს TaskKi-ის შესრულება თუ ონლაინ. იმ შემთხვევაში, თუ TaskKi-ის პირადად შესრულება გსურს, ამ შემთხვევაში მივუთითებთ ჩვენს მისამართს და დროს, თუ როდის გვჭირდება TaskKi-ის შესრულება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ TaskKi-ის ონლაინ შესრულება გსურს, მივუთითებთ მხოლოდ დროს. და ბოლოს გადავდივართ შემდეგ სექციაზე ბიუჯეტი და დრო. აქაც ხვდებით ორ სექციას: ფასის შეთავაზები და ფიქსირებული ფასი. იმ შემთხვევაში, თუ ფასის შეთავაზებას ავირჩევთ, პროვაიდერს შეუძლია, რომ შემოგთავაზოს დაბალი ან მაღალი ფასი TaskKi-ის შესასრულებლად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებულ ფასს ავირჩევთ, პროვაიდერი შემოთავაზებულ მომსახურებას ჩვენს მიერ დადგენილ ფასად აკეთებს. ორივე შემთხვევაში უნდა მივუთითოთ ბიუჯეტი TaskKi-სთვის. იმ შემთხვევაში, თუ ფასის შეთავაზებას ავირჩევთ, უნდა მივუთითოთ ბოლო თარიღი ამ TaskKi-ზე შეთავაზებისთვის. ესე იგი, პროვაიდერებს შეუძლიათ ამ მომსახურების ფასის შეთავაზება ამ კონკრეტულ თარიღამდე. მაგალითად, 19 მარტი. ფიქსირებული ფასის შემთხვევაში კი ბიუჯეტთან ერთად უნდა მივუთითოთ ბოლო თარიღი ამ TaskKi-სთვის შეთავაზების გასაზიარებლად. ესე იგი, პროვაიდერებს შეეძლებათ ამ TaskKi-ის წინადადების გაზიარება ამ თარიღამდე. და ბოლოს გადავდივართ TaskKi-ის აღწერაზე. მოკლედ აღვწერთ ჩვენს TaskKs, შეგვიძლია სურვილისამებრ მივუთითოთ TaskKi ინსტრუქციები და ასევე დანართები. ბოლო ნაბიჯია, გადახედეთ TaskKi post-ს. ამის შემდეგ შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი TaskKi, ვნახოთ ყველა ინფორმაცია მითითებული გვაქვს თუ არა, ავარედაქტიროთ TaskKi და ბოლოს განათავსეთ TaskKi. ამ ნაბიჯების დახმარებით თქვენ TaskKit-ის პლატფორმაზე უმარტივესად გაივლით რეგისტრაციას და ასევე უმარტივესად განათავსებთ თქვენ TaskKs. მადლობა ყურადღებისთვის.